პირველი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის და გურამ შარაძის შედგა ახალარჩეულ პარლამენტში, როდესაც მამაყვებოდა თვითონ ასე, რომ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა ჩემთან, გამეცნო, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემთვის დიდი პატივია იმ პარლამენტში ყოფნა, სადაც არის გურამ შარაძე. ასე მოხდა მათი გაცნობა. მაგრამ ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, დაიწყო დაპირისპირება, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ის იყო კარდინალურად წინააღმდეგობრივი იდეოლოგიის წარმომადგენელი, ანტიეროვნული და ეს თავიდანვე ჩანდა. მერე მოხდა ისე არათუ ვარდების რევოლუციის დროს დაიწყო მათი დაპირისპირება, პირიქით ვარდების რევოლუცია იყო პიკი მათი დაპირისპირების, ხოლო იქამდე ყველა საკითხი დაწყებული თურქი მესხების, ეგრეთ წოდებული თურქი მესხების ჩამოსახლებიდან დაწყებული ევროსაბჭოში გაწევრიანების პირობა იყო ერთ-ერთი, გახსოვს კარგად შენ და ასე შემდეგ უამრავი საკითხი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა და დაგვაქცევდა, გურამ შარაძე ამას თავიდანვე გრძნობდა, თავიდანვე ხვდებოდა და აფრთხილებდა მთელ საქართველოს, რომ ფრთხილად ხალხო, ყვარყვარე მოდის, ოღონდ არა თუთაბერი, არამედ სააკაშვილი. როგორც კი სააკაშვილი გახდება პრეზიდენტი, ღმერთმა უკნას, მაგრამ თუ ეს მოხდება რა, ესე იგი საქართველოს მართლმადიდებლობა, ქართული ქრისტიანობა, ქართული არაფერი აღარ იქნება. თუმცა სამწუხაროდ ყური არ უგდო გურამ შარაძეს და გაყვა სააკაშვილს. სამწუხაროდ მართლა ყველაფერი ისე წავიდა, როგორც გურამ შარაძე ამას ამბობდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მაინდა-მაინც სააკაშვილი იყო, ეს იყო გუნდი და ამ გუნდს მართავდა უცხოეთი. და იმათი დავალებებით და იმათი დირექტივებით და იმათი აპრობირებული მეთოდებით ხდებოდა ეს ყველაფერი. არ დაგვავიწყდეს მართლმადიდებლობა, არ დაგვავიწყდეს სექტები, ოღონდ მამა ამას სასამართლოთი და მხოლოდ კანონის ძალით, კანონიერად ებრძოდა. მოგეხსენებათ, რომ სექტებს სამივე ინსტანცია მოუგო სასამართლოში. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ორჯერ დააპატიმრეს. 2004-ში და 2006 წელს. ეს მოხდა 28 ნოემბერს დააპატიმრეს, მაგრამ ეხლა რა ხდებოდა, ეს იყო ვარდების რევოლუციიდან ეგრეთ წოდებული ამ დროს სინამდვილეში სახელმწიფო გადატრიალებიდან იყო 1 წელი გასული, რომ სააკაშვილს ასეთი გეგმა ჰქონდა, ხომ მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება, ასევე გადატრიალებას აპირებდა ეკლესიაში, ასეთი გეგმა ჰქონდათ, რომ რევოლუციის წლის თავზე 2024 წლის 23 ნოემბერს, როდესაც ოფიციალურად გაიხსნებოდა სამების საკათედრო ტაძარი, ილია მეორეს უნდა გაეკეთებინა განცხადება გადადგომის შესახებ, იყო უდიდესი ზეწოლა პატრიარქზე და უნდა დაეთმო პატრიარქის ტახტი. დაემთხვა რამოდენიმე დღეში, რომ მივიდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც მისთვის ეს ტაძარი იყო, სადაც უნდა მემუშავა სახარებაზე, სადაც უნდა მემუშავა წმინდანებზე და ამ დროს თავზე მაკიდია მკრეხელური მარტო პორნოგრაფიაზე არ არის, აქ ერთ-ერთი იყო იოანე ნათლისმცემლის თვალში იყო ჩახატული რაღაც უბედურება არ აქვს მნიშვნელობა გამეორებას. უხამსი, სრულად უხამსი და მე არ შემიძლია ამის ქვეშ მუშაობაო და ადგა და ჩამოფხრიცა და მე გიაბუღაძე ეს რაღაცა კაპიკებიანი პლაკატი, არავით არის ნახატი, პლაკატზეა ლაპარაკი, შეაფასა რაღაცა $4,000 თუ რა დაახლოებით ასე. და მოკლედ იმის თქმა მინდა ამ ყველაფრით, რომ აი ამ ხელას ამდღელად აქცევდნენ, რომ შური ეძიებინათ, გაეტეხათ და ხელი აეღო მამაჩემს პოლიტიკურ ბრძოლაზე და რატომღაც მათ ვერ გაიცნეს გურამ შარაძე 98 წელს ჩემი ძმა ლოგინში მოკლეს მძინარე და იმის მაგირად რომ მამაჩემი გაჩერებულიყო პირიქით უფრო გააქტიურდა